ლეს და ბალის რა შეთანხმება უნდა? ალბათ ჭირდება. ხო და რაიმე კანონი არა მე საზღვრავს მაგას? გუშინღამით პოლიციამ აქციის მონაწილე სტუდენტებს რუსთაველზე ბალიშებისა და პლედების მიტანის უფლება არ მისცა. სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, რომ სტუდენტები პოლიციელებს თხოვენ განუმარტონ, რომელი მუხლი კრძალავს რუსთაველზე გათბობის საშუალებების მიტანას, თუმცა პასუხს ვერ იღებენ. ანუ არიცით და ისე გვეუბნებით რომ უფლება არ გვაქვს. ხონდა გიოს მაგაზინი აპარატი ერთი წელი. კი. არა, მე მაინტერესებს რომ არა, მოდი გავცეთ პასუხი. ხელს რაში უშლის პლედი ამ ბალიში აქციას. არა, გავერკვევით გასაგებია, მაგრამ ხო მეუბნებით რა შეიძლება რაღაცა ისე. ხდება რატო შეგვაყოვნებთ მაშინ? თუ ამბობთ რომ კანონსაწინააღმდეგოა და არ შეგვიძლია, რის საფუძველზე გვაყოვნებთ? ანუ თქვენ უშუალოდ თქვენ პიროვნულად ჩათვალეთ, საჭირო რომ უნდა გავჩერებულიყავით, თუ რამე კანონიერი საფუძველი არსებობს, მე ამას ვიტყულობ. ბატონო პოლიციელო, გესაუბრებით. გუშინვე პოლიციის ბრძანებით საჯარიმო სადგომზე გადაიყვანეს ერთ-ერთი სტუდენტის მანქანა, რომელშიც რუსთაველზე 24 საათიანი პროტესტის მონაწილეებისთვის განკუთვნილი პლედები, ბალიშები და ეგრეთ წოდებული პუფები იყო მოთავსებული. თქვენი სახელი შეიძლება ვიდეთ, ხო? ბატონო ლევან, პასუხი არ გამეცით უკვე 3 დღეა საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის სტუდენტები პროტესტის ნიშნად პარლამენტთან ღამეს ათევენ. მიუხედავად პოლიციის მხრიდან ხელშეშლისა, ისინი 24 საათიანი აქციების შეწყვეტას არ აპირებენ. ამ ფორმით ცეუ სტუდენტები პოლიტპატიმრებს მხარდაჭერას უცხადებენ და ქვეყანაში ახალი სამართლიანი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას ითხოვენ.